საღამომშვიდობის მივესალმები ლიდერ TV-ს მაყურებელს. ეს არის ეპატაჟური ბარი გურამთან. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარია ეპატაჟური სკანდალური მოთხოვნადი და ყველასათვის საყვარელი დიზაინერი მწერალთა კავშირის წევრი ქალბატონი ლორენ მასხულია, რომელიც ექსკლუზიურად ჩვენი გადაცემისთვის ჩამოვიდა დუბაიდან. მოგესალმებით, როგორ ხარ, როგორ განწყობაზე ხარ? გადასარევ განწყობაზე ვარ, მოგესალმები. სასწაული კომენტარებისთვის მზად ვარ. ეგ რა თქმა უნდა იუმორით. და დავიწყე მგონი კარგი გადაცემა გამოვა, რეიტინგული როგორიც შენ გინდა, როგორც ვიცი. რა თქმა უნდა, თავისთავად. მოკლედ, ძვირფასო მაყურებლებო, ლორენთან ერთად იმყოფება მისი მეუღლე, გიორგი გენძეხაძე. გიორგი, მოგესალმები, როგორ ხარ, როგორ განწყობაზე ხარ, როგორც ვიცი, ეპატაჟებს და სკანდალებს მიჩვეული არ ხარ, მაგრამ ლორენთან ერთად ისეთი სექსუალური მეუღლე გყავს, რომ ეს ყველაფერი თამდები იქნება, მე ეჭვიც არ მეპარება. გამარჯობა, მოგესალმებით. პირველ რიგში, სკანდალებს რაც შეეხება საკმაოდ მიჩვეული ვარ. ლორენთან ერთად ახალია, თუმცა არ არის პრობლემა იყოს მზად ვარ. აი, რამდენად ეჭვიანი მეუღლე არის გიორგი? რამდენად ეჭვიანი ხარ? მე, საკმაოდ. ულამაზესი მეუღლე მყავს და რა თქმა უნდა ეჭვიანი ვარ. აი, რამდენად ხშირად გააძლევს ლორენი ეჭვიანობის საბაბს? ლორენი ნაკლებად უფრო მამაკაცები. აი, როგორი მეუღლე არის გიორგი შენთვის? იდეალური. ეჭვიანი. მე შენ მე იმდენად ეჭვიანი ვარ, რომ უცებ დადუღებაზე მივდივარ ხოლმე გოგოების. ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ აი შემთხვევით გამოგიჭერია საერთოდ უცხო გოგოსთან ერთად და გიცდია, რომ რაღაც ანთმებით გეთრი ან ესეთი რაღაც თუ ყოფილა შემთხვევა. მაგას დავსდე 2 წელია და ვერ გამოვიჭირე. მაგამ თმებით არა, ახლა ეს კაცი. აი სხვათა შორის მახსოვს ერთ-ერთი პოსტი, სადაც წერდი, რომ მე ჩემი მეუღლის ყოფილებს მხოლოდ ჩაიზე და ყავაზე ვეპატიჟებიო. აი რამდენად ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ასე ვთქვათ, ყავაზე მოგიპატიჟები ან თუნდაც ჩაიზე, გიორგის ყოფილები. კი, ბოლოს დამემთავრდა ყავა და დავაბარე ერთ-ერთ ყოფილს, რომ წამოიღო თუ იმდენი ხართ, უკვე ყავაც აღარ მყოფნის მეტი. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. კი, 1-2 იყო ესეთი შემთხვევა, მაგრამ არა პრობლემა არ მაქვს მაგას, საერთოდ ვაფშე გართულება არ მაქვს. აი გიორგი, შე როგორი რეაქცია გაქვს ხოლმე აი ამ დროს, თუნდაც როდესაც ჩვენს მეუღლეს მამაკაცები წერენ პირადში თუნდაც Facebook-ზე მაგალითად ურეკავენ ნომერზე, აი ამ დროს რა რეაქცია გაქვს, ანუ რაღაც ადეკვატური რეაქცია გექნება, მაგრამ აი რამდენად ეჭვიანობ, ან თუ ეჭვიანობ თუნდაც მის მეგობრებზე? არა, მეგობრებზე არ ვეჭვიანობ, არც მიმოწერაზე არ ვეჭვიანობ, არც დარეკვაზე, უბრალოდ ვეუბნები იქამდე, სადაც საჭიროა. თუ იმის იქეთ გადავა, აუცილებლად უნდა გავიგო. თუ არ გავიგე, მასეც ვეჭვიანობ და იმ ადამიანს ხო საერთოდ სასული აქვს საქმე ესე რომ ვთქვა, ვინც არ უნდა იყოს. თუმცა ძირითადი მოთხოვნა ჩემი ეს არის, გაერთე იმ დონემდე, რა დონისაც ხარ, იმის იქეთ უკვე всё. აი გიორგი, რამდენად ხშირად გაძლევს ლორენი ამის საბაბს, იმიტომ რომ დამეთანხმები ხა შენს მეუღლეს არც ფეხი აკლია, არც ტანი აკლია, ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ანუ რაც საჭიროა რომ კონდეს ნამდვილ სრულყოფილ ადამიანს ამ შემთხვევაში. კომპლიმენტები მე ვფიქრობ, რომ არ არის აეჭვიანო. თავარია შემდეგ როგორ განვითარდება ყველაფერი. ზედმეტობაში არ გადავიდეს, როცა ქალბატონი გეტყვის ერთხელ, რომ საკმარისი ან მეუღლე მყავს და შენ მაინც ჭიქურ მოდიხარ და მე შენი მეუღლე არ მაინტერესებს. ქონდა ესეთი შემთხვევა. იმ ადამიანს პირისპირად შევხვდი, თუმცა რატომღაც დაავიწყდა მის მეუღლე რო აღარ აინტერესებდა და გვერდი გაუვარა ჩვეულებრივად. ძალიან მარტივია, კომპლიმენტს ყველა ადამიანი იმსახურებს, ქალიც და კაციც, თუმცა ზომიერების ფარგლებში. აი თქვენ რამდენად ეთანხმებით ლორენ ამ ყველაფერს და აი რამდენად გსიამოვნებთ თქვენი მისამართით, ასე ვთქვათ, გამოსროლილი კომპლიმენტები მამაკაცების მხრიდან? საერთოდ არ მსიამოვნებს, მე უფრო ქალბატონებიდან უფრო მსიამოვნებს. იმიტომ რომ ანუ ეს ახლა მამაკაცი ყოველთვის იტყვის და აღნიშნავს ანუ კომპლიმენტს, მაგრამ ქალბატონებიდან უფრო მსიამოვნებს, იცით რატო? ზოგადად ცოტა შვრიანები არიან და მიყვარს ხოლმე, ანუ ყველაზე კი არ ვამბობ, ყველა ქალბატონზე შვრიანია, ლამაზმა იცის მისი თავის ფასი და ყველას ეუბნება, რომ კარგი ხარ და ნუ განსაკუთრებულებს რა თქმა უნდა და აი უფრო მეტად მსიამოვნებს ქალბატონებიდან ხოლმე, არ ვიცი რატო, მაგრამ აი უფრო კარგია. მე ესე ვფიქრობ, რომ მამაკაცისგან არც მადარდებს დიდაც, მე ვინც მსიამოვნებს და
მაკმაყოფილებს და სრულყოფილებას მძენს ყველანაირო იდეალურ ურთიერთობაში, ეს არის ჩემი მეორე ნახევარი და ამიტომ სხვისი კომპლიმენტი ამ წუთას მნიშვნელოვანი საერთოდ არ არის ჩემთვის. კი ბატონო, მაინტერესებს აი რამდენად ხშირად მიმართავთ პლასტიკურ ქირურგიას და აი რამდენად დიდი როლი აქვს პლასტიკურ ქირურგიას ადამიანის ცხოვრებაში. მე მყავს ჩემი პლასტიკურ ქირურგი თურქეთში და მითხრა რომ საწოლი დაიდგე კონდეს არის ხუმრობით კი სხვა გზა არ არის ჩვენ ზოგადად ტრანსფორმირება როცა გინდა საუკეთესოდ მოხდეს ყველაფერი და მიმართოთ პლასტიკურ ქირურგიას საუკეთესო დონეზე. ამიტომ მიწევს ყოველთვის მიმართო მაგამ ზომიერების ფარგლებში. კი ბატონო. აი თქვენთვის რამდენად მისაღებია პლასტიკური ქირურგია, თუნდაც აი მანდილოსანში ამ შემთხვევაში, აი რამდენად ემხრობით და რამდენად არის ეს ყველაფერი მისაღები თქვენთვის? ზოგადად საკუთარი განვითარება, საკუთარი თავის განვითარება ყველა მხრივ მისაღები არის, როგორც პლასტიკური, ასევე ინტელექტუალური, ასევე ხელოვნური, ასევე როგორც გსურთ, ასე რომ არანაირი პრობლემა არ არის. ძალიან კარგი, მეც ასე ვფიქრობ, თუ ადამიანი თulis საჭიროთ, რომ უნდა გაიკეთოს პლასტიკური ქირურგია, ეს ნამდვილად ეხა უკვე 21 საუკუნეში ნამდვილად არ ტეხავს და ვფიქრობ, რომ თუ კი სჭირდება ადამიანს პლასტიკური ქირურგის ჩარევა, აუცილებლად უნდა გაიკეთოს ის ყველაფერი, რაც მაგალითად სჭირდება მას სრულყოფილი სილამაზისთვის. კიდევ მე მაინტერესებს, აი საზღვარგარეთ თუ ყავთ თქვენი მოძღვარი და რამდენად მართლმადიდებლები ხართ? მოკლედ გადავეკიდეთ ამას, რა ქვია, ქრისტიანულ მას მხარეს. კი, რა თქმა უნდა, ვარ მორწმუნე, მაგრამ მოძღვარი არ მყავს. არც უცხოეთში და არც საქართველოში. ეკლესიებში რამდენად ხშირად დადიხართ აი საზღვარგარეთ მაგალითად, ან აი საქართველოში სტუმრობისას თუ სტუმრობთ ეკლესიებს? კი, რა თქმა უნდა. დიახ. ეხლა რო იყავით ჩამობძანებული ესტუმრეთ რომელიმე ტაძარს? ეხლა არა მოგატყუათ. ეხლა ამ ვიზიტზე ვერ. მადლობა გულწრფელი პასუხისთვის. აი თქვენ რამდენად ხშირად სტუმრობთ ტაძრებს და რამდენად მართლმადიდებელი ხართ? საკმაოდ კარგად ვარ მართლმადიდებლურ საკითხში გარკვეული, წამს უფლის, წამს ბერების, მოძღვართან დაკავშირებით არ მყავს მოძღვარი, ეკლესიასთან დაკავშირებით, ტაძართან დაკავშირებით, დავდივარ თვეში ერთხელ, შეიძლება ორ თვეში ერთხელ. საზღვარგარეთ უფრო ცოტა რთული სიტუაცია მაგ კუთხით, ისედაც თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ ტარდება ხოლმე წილები, მან დავდივარ, თუმცა ყოველთვის საქართველოსთან გამოგზავნილი გვაქვს საეკლესიო სანთლები და ყოველ დილით ვანთებთ ხოლმე როგორც კი გავიკვიცებთ. კი ბატონო, აი დილითაც ავანთეთ, როგორც კი გავიკვიცებთ. კი ბატონო, აი საკმევას რამდენად ხშირად ანთებთ? სარკმეველს ნაკლებად ხო? ანუ სუნი არ მოგწონთ თუ? ხო, რაღაცა არ მომწონს ხოლმე სუნი. არასდროს არ მომწონს ხო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგია, მაგრამ აი მაგას ხომ მაქვს აი თავისი სურნელები მაგალითად ვარდის და ასე და ასე შემდეგ. მე არ ვიცი ხა ვარდის აქვს თუ ენძელი. კი, ანუ სხვადასხვა სურნელებიც არის. ხო, მაგრამ მე ზოგს კი არსიან. ზოგადად რაღაცა აი ანონშიც რო იყო რაღაც წინაკ მაშინ ინტერვიუში გაუკვირდათ რომ აი რაღაც სანთლები და თუ არ შეიძლება სანთელი დავანთოთ თუ რა არის აქ გასაკვირი ვერ ხვდები. ანუ ყველა ადამიანს შეუძლია სანთლის დანთება და მე მგონი ყველაზე დიდი ცოდვა მე ვიცი ბევრი მამაები სადაც ძალიან დიდ ცოდვებს ჩადიან და ამიტომ მე ვარ ის ვინც ვარ და მირჩენია ღიად თქვა და სანთელიც დავანთო და მწამდეს უფლის და ხა ზოგიერთზე ამას ვერ ვიტყვი. გეთახმებით ნამდვილად სავსებით. მაინტერესებს აი თქვენი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, თუ აპირებთ რომელიმე ხაზის გამოშვებას, ვიცი რომ თქვენ ხართ დიზაინერიც და ხშირად უშვებთ თქვენს კოლექციას მამაკაცის ხაზზე მუშაობთ. აი უახლოეს პერიოდში თუ იგეგმება ასე რომ ვთქვათ გამოშვება, ნუ ეხლა ცხენის წელი მოდის მოგეხსენებათ ცეცხლოვანი წელის და აი რამდენად ცეცხლოვანი და ცეცხლწაკიდებული იქნება თქვენი კოლექცია. ცეცხლს ნამდვილად არ წავუკიდებ კოლექციას. მაგრამ ცეცხლოვანი კოლექციას ვეცდები რომ იყოს რომ კოლაბორაციაში ჩაჯდეს წელთან დაკავშირებით და კი ვაპირებ ანუ 14 თებერვალს გვაქვს მისტერ ვალენტინოვის დღე, სადაც ავტომობილია პრიზად
და წელს გვეყოლება სხვათა შორის განსხვავებული რამოდენიმე დაახლოებით 10 ადამიანი, 10 მონაწილე oversize-ის და ერთ-ერთი სახე იქნება ლექსო დადიანი არის პირველი კონკურსანტი oversize-ის Mr. Valentini, სადაც სხვა კონკურსანტებთან ერთად მივეცით უფლება, პირველად რომ oversize-მა ბიჭებმაც მიიღონ ხო, მოდით კარგი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ყველას კონდეს თანაბარი უფლებები ამ ეს სტერეოტიპი დარღვეულია ძალიან დიდი ხანია უკვე მსოფლიო მასშტაბით, როგორც კონკურსებში, ასევე მოდის სფეროში და ჩვენც არ ჩამორჩებით ამ მოდას. ხარია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ყველას უნდა კონდეს თანაბარი. ეხლა მეც რო გამოვიდე Mr. Valentins-ზე, რა თქმა უნდა მქონდეს გამოსვლის საშუალება და შესაძლებლობა. მართალია ცოტა მუცოს ვუჩივი, მაგრამ ნახეთ, ვამსხრევთ სტერეოტიპებს, ძვირფასო მაყურებლებო და პირველად საქართველოში, პირველად ხდება, ხო თუ არ ვწდები, პირველად საქართველოში Mr. Valentins-ზე 2026-ზე, რომელიც თებერვალში 14 თებერვალს გაიმართება და ვისაც გაქვთ ჩემსავით ესე ღიპი, მუცელი, ასე რა ვთქვათ, შეგიძლიათ ჩემო მეგობრებო ყველა მიიღოთ მონაწილეობა, კასტინგი უკვე გამოცხადებულია, შეგიძლიათ Mr. Valentinis ოფიციალურ გვერდზე მიწეროთ და მიიღოთ მონაწილეობა და გახდეთ ავტომობილის ფლობელები ჩემო ძვირფასებო. ლორენ, მე მაინტერესებს ეხლა ძალიან ბევრი პოსტები იწერება ხოლმე, ეხლა როგორც ლორენ მასხულია, უცხოეთში მოღვაწე სკანდალური დიზაინერი, მწერალთა კავშირის წევრი, ასე რა ვთქვა და არ შემიძლია არ შევეხო აი ამ თემას, იმიტომ სენსიტიური, ასე რა ვთქვა. ლორენს რამდენად აქვს მწერალთა კავშირის წევრობა, აი სულ მუდმივად განხილვის ეპიცენტრში ხარ, კრიტიკის და რა ვიცი, მოკლედ ყველაფერი რა და ასე რომ ეხლა აინტერესებთ ეხლა ჩვენ მილიონობით მაყურებელს, რომ მართლა მილიონი მაყურებელი ყავს, თამამად შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენს ყველა ვიდეოს თითქმის მილიონობით ნახვები აქვს. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ჩვენს მილიონობით მაყურებელს აინტერესებს ლორენის მწერალთა კავშირის წევრობა. აი, რამდენად აქტიურია ისე მწერალთა კავშირის წევრობა და რა ხდება საერთოდ ამ მიმართულებით? ვარ დღემდე ვარ წევრი და რა ვიცი, ესეა. წვილი ინფორმაციაა. სიცრუეს ავრცელებენ, რომ არ არისო და რა ვიცი, გავრცელა ჭორები. ისე აი უახლოეს პერიოდში თუ აპირებთ, რომ რაიმე ნაწარმოების ან პროზის გამოშვება? არანაირ ეს სფერო ჩემთვის იყო ჰობი, რაც ავიხტინე და შეჩერებული მაქვს დღესდღეობით. ამიტომ მე უფრო შეჩერებული გაქვს წიგნის გამოშვება, თორე როგორც მწერალთა კავშირის წევრი დარჩით, რა თქმა უნდა, ასე რომ მაყურებელმა სხვა რა თქმა უნდა დღემდე ვარ. და მე უფრო სხვა მიზნები, ახლა ვიწყებ ახალ კოლექციას, რომელიც წარსდგება ვალენტინზე და შემდეგ უკვე ვაპირებ ჩვენთან ბელგიაშიც რაღაც პატარა ქართულ ატელიის გახსნას და ესეთი გეგმები მაქვს სამომავლო, ამიტომ ჩემთვის ექსპერო დიდად არ არის, ესე რომ გითხრათ, რომ აი პირველია და მანდ ვარ და ასე შემდეგ არა. მე მაინტერესებს აი რამდენად მოსიყვარულია ლორენი და აი მაგალითად რამდენად ხშირად ასე რა ვთქვათ, როდესაც იღვიძებთ, ანუ აი მაგალითად საწოლში თუ მოურთმებია ყავა თქვენთვის თუნდაც, ან თუნდაც მოურთმებია საუზმე ან ჩაი თუნდაც. აი ასეთ საქმეებში, აი რამდენად ეხლა მე ვიცი რომ აკეთებს ეს ვერ დავმალავ, ეხლა მე ნანახი მაქვს ამისი კულინარული შედევრები, თუნდაც ღომი ელარჯი და ასე შემდეგ. ნამდვილი ეხლა მეგრული ტრადიციული ასე რა ვთქვათ, ისინი ვიცი ასე რა ვთქვათ მისი. აი ამ შემთხვევაში, აი მაგალითად წვნიანებს თუ გიკეთებთ, მაგალითად რა ვიცი რა ვთქვათ, ჩიხირთმა ვთქვათ მაგალითად. ან აი ესეთ რაღაცები. შემოთავაზებები აქვს ხოლმე, მაგრამ წვნიანებთან დაკავშირებით აი თქვათ მე ცოტა ნაკლებად მოყვარული ვარ წვნიანების და აქედან გამომდინარე დიდად არც ვაწუხებთ ამ საკითხზე ერთმანეთს. აი მაგალითად აი რა მოუმზადებია თქვენთვის საყვარელი საჭმელი ან კერძი თუნდაც. ისე მე ვიცი რომ ძალიან სუფთა არის და მოწესრიგებული ადამიანია. მე არაერთხელ გამხვდარ რა ამის შემსწრე რომ ეხა ნამდვილად კრიალი გავუდის მის ყველაფერს და ეხა შესაბამისად ასე რა ვთქვათ იცის ანუ მეგრული სამზარეულო ასე ვთქვათ ძალიან კარგად და ძალიან მონდომებული ასე რა ვთქვათ და აი რომელიმე კერძი თუ გახსოვთ მისი მომზადებული რომელიც გაუკეთებია მაგალითად
ლორენს. და აი მოდი ცოტა ისეთ ინტრიგნულ კითხვას დავსვამ, შემთხვევით ხო არ მოუწამლი ხართ ამ? არა, ძალიან ბევრი კერძი მახსოვს, თითქმის ყოველდღიურად ვამზადებთ, ხან ლორენი ამზადებს, ხან მე ვამზადებ, მე საკმაოდ გამოცდილება მაქვს მარკუთხით, თუმცა ქართულ საჭმელებთან ცოტა ისე ვარ ვამზადებ, მაგრამ შეიძლება ჩემი მომზადებული ქართული კერძით უფრო მოიწამლოს ადამიანი. ლორენის მომზადებული კერძით ვერ მოიწამლება ფიზიკურად, ძალიან კარგად აკეთებს, როგორც აღნიშნე, ღომს, ელარჯს, ლობიოს, ოჯახურს, ხალეოლობას, სუფსაც არაჩვეულებრივს აკეთებს, თუმცა აღნიშნე უკვე უბრალოდ მე დიდად არ ვარ მოყვარული წმიანების. კი. ჭადებს წვავს კიდე საოცარს. საინტერესოა. სხვათა შორის მაქვს ამის შემწვარი მჭადი გასინჯური და ძალიან გემრიელიც იყო მათ შორის. ანუ აი იცი რა მაინტერესებს ნახე, რომელი უფრო კარგი კულინარი ხართ ოჯახში? გიორგი, საოცარია. აი სხვათა შორის იცით რა მომწონს ანუ თქვენს წყვილში რომ ანუ ერთმანეთს აქებთ და ანუ ვცდილობთ რომ მე მიყვარს ზოგადად ლაფშა, სუში და ისეთ რაღაცები და აი საოცრად გამოსდის, საოცრად. აი რამდენად მოსიყვარულია? ზედმეტად. მე უფრო ცივი ვარ, ვიდრე გიო ძალიან კარგი ადამიანია, თბილი, ერთგული. და უღალატო. როკან პირველ რიგში უღალატოა ჩვენ მეგობრები ვართ, ძალიან კარგი და შემდეგ ვართ მეორე ნახევრები ერთმანეთის, ამიტომ საუკეთესო ადამიანია და ვერძი აღარ ცოტა ჯიუტია. ხა ეს რა თქმა უნდა ბერძებს ახასიათებთ რა საკვირველია და შესაბამისად კი ბატონო. ისა მაინტერესებს აი როგორ გაიცანით ერთმანეთი? ვინმე გაგაცნოთ, ასე ვთქვათ, ხანუმის როლი მოიგო, გაგირიგათ ერთმანეთს თუ აი როგორ მოხდა? მოდი ჯერ თქვენს პასუხს ან გიორგი მომწერა რამდენი 2 წლის უკან დაახლოებით Facebook-ზე და მე გავეცი პასუხი რამდენიმე ხანში, მე უკვე დავპატიჟე, მოვიდა სახლში, ყავა მივარცი. ყავა უყვარს იგი შემდა. ეს იცოდით რომ ყავა უყვარდა იმ პერიოდში? არა, ყავა მე უკვე გავიგე რომ უყვარდა. შემდეგ უკვე დავიწყეთ ურთიერთობა, მეგობრობა. ძალიან თავაზიანი იყო და ეს გაგრძელდა დღემდე. აი მე იცით რა მაინტერესებს ნახეთ თქვენთვის ანუ ეხა ზოგი ადამიანი ცოტა ისეთი შეკითხვა შეიძლება დავსვა მაგრამ აი მაგალითად აი რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენი გადმოსახედიდან ადამიანის ურთიერთობები თუ ანუ ასე რომ თქვენ მოდი პირდაპირ ვიტყვი სექსი მასთან არა ეს ზოგადად მიასახარისხოვანია სექსუალური ურთიერთობა, პირველ რიგში ადამიანური ურთიერთობა უნდა იყოს და უნდა იყოს ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მეგობრობა პირველ რიგში, იმიტომ რომ აი სასწაულად ვუგებთ ერთმანეთს რაღაცები, ხა ძალიან მეც ხისტი ვარ და გვაქვს ანუ რა თქმა უნდა ზოგჯერ გამათავ ზოგჯერ რაღაცა, მაგრამ ვაბალანსებთ ამას სიყვარულით და კარგი გაგებით და ურთიერთობით, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხა იმას დავამატებ, რომ ზოგადად გიორგის არ უყვარს ბელგიაში ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, არ უყვარს დიდად ქართველებთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ რამდენჯერაც მქონდა ეს ქართველებთან კომუნიკაცია, მოგვიყვანია სახლში, ძალიან კეთილია გიორგი, ზოგადად აი ყველა ეცოდება, ყველა რაღაცა, ანუ უნდა რომ ყველა სიკეთე გაუკეთოს ახლა და აი ძალიან ხშირად უმადურობის შეგრძნება, უმადურობის განცდა და ნუ ასეთი რაღაცები და შეგვემთხვა და ამიტომ გიოს არ აქვს ქართველებთან დიდად კომუნიკაცია თუ აქვს ისიც ჩემით რომ აი მე მინდა რომ რაღაც მაინც აქ ქართველთან კომუნიკაცია ვქონდეს ბელგიაში თორე გიორგის ვინც ყავს მეგობრები ყავს ადგილობრივი ანუ ბელგიელები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ანუ თვითონ იქ ვინც არიან და ყოველთვის ცდილობს რომ მეც გავერიო მათთან ანუ მის უცხოელ მეგობრებთან და ზოგადად ძალიან კარგი იმიტომ ისინი არიან ძალიან ლაღები არ აინტერესებს არავის ცხოვრება ზედმეტად ცხოვრებაში არ ერევიან ზედმეტად არაფერს კითხვებს არ დაგისვამენ არ შურთ არიან ძალიან ლაღები და ნუ რა თქმა უნდა ბედნიერები და ჩვენც გვსიამოვნებს მათთან ურთიერთობა და ამიტომ ძალიან გაბოროტებულია ზოგადად ეს ქართველი
ხალხის დიდი პროცენტი, ვინც ცხოვრობს ემიგრაციაში. თუნდაც ის რომ აი მასხულია რომ დადის იქით-აქით ყოველთვის, თუნდაც ის რომ მასხულია და გიორგი მოგზაურობს აქ და აქ და აქ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ქართველი რომ დაგიწერს საჩი ვარ სოციალთან და მივადა რომ ეტყვის რომ აი ეს იქ იყო და ეს იქ იყო, ძალიან ცუდია, აი უარგისია რა, ანუ ძალიან ცუდად მიმაჩნია ეს ყველაფერი და გაბოროტებულები არიან თუ რა სჭირთ ვერ ხვდები. ზოგადად სიბოროტეს ვერ შეიძენ მოგყვება ეს ბავშვობიდან და ამიტომ ოჯახში არიან გაზრდილები ყველას ეთქვა. ხო, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ კომუნიკაცია ვქონდეს ადგილობრივებთან და ვიყოთ ყოველთვის კარგი ურთიერთობაში ადამიანებთან. მაინტერესებს აი რამდენად ასე ვთქვათ Queen, მე მგონი სწორად ვამბობ ამ სიტყვას, ხო? აი რამდენად Queen, ხო, მე ამერია, ხო და აი რამდენად Queen-ია ლორენი თქვენთვის და რამდენად ცდილობთ რომ აი აცხოვროთ ასე ვთქვათ დედოფლურად. ლორენს თუ შევხედათ ნამდვილად დედოფალი არის და სავარაუდოდ ამას რო ვცდილობ ესე სამის დამსახურება. აი რამდენად ცდილობთ რომ დედოფალივით აცხოვროთ თქვენი ვცდილობ რადონემდეც შემიძლია ამ ეტაპზე, თუმცა გვაქვს მიზნები, გვაქვს ყოველდღიური საუბარი, გვაქვს ყოველდღიური მიმოხილვა თუ როგორ შეიძლება უკეთესობისკენ წავიყვანოთ ჩვენი ცხოვრება და ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის არა მარტო ლორენის ცვლილების, ასევე ჩემი ცვლილების. ყოველდღიური საუბარი დიალოგი ერთმანეთთან თუ დღეს რა გავაკეთოთ მომავლისთვის უკეთესი. როგორ გავხდეთ უკეთესები ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, ჩვენი ხალხისთვის და რა თქმა უნდა პირველი რიგში ჩვენი თავებისთვის. აი გიორგი იცით რა მაინტერესებს კიდევ? აი თქვენს საძმაკაცოში მაგალითად, აი რამდენად ხშირად უცდიათ რომ აი მაგალითად უცხო თვალით შეეხედათ ლორენისთვის და აი რამდენად ხშირია ისეთი შემთხვევები თუნდაც თქვენ სანაცნობოში, როდესაც ანუ ლორენ ცოტა ისე უყურებენ რომ აუ რა მაგარინაშაა და აუ მოდი იცი რა, ეხლა რას გაიგებს გიორგის სიტყვაზე, მოდი რა, რაღაცას მოდი გავაკეთებთ რა. არ ვიცი, იმის გავსი შემთხვევა არ მქონია, თუმცა ვინც მიცნობს ამას არავინ არ იფიქრებს, ვერ იფიქრებს ფიზიკურად. მაგაც ვაყავს, არ ქართველებზე არ ვლაპარაკობ, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ რომ არ აყავს ბევრი ქართველი მეგობარი, უცხოელი მეგობრები, უფრო მივდივართ ხოლმე სადმე გასართობად რაღაცა, აი ძალიან კაი საძმაკაც ვაყავს ყველასთან, მათ ცოლებთან, ოჯახში. დავდივართ ვიკენდებზე და ასე შემდეგ და ძალიან საუკეთესო მეგობრები ყავს, მინდა გითხრა. ამიტომ არა, ეს ფიქრები არ არის, ეს უფრო ქართული ფიქრებია ქართველებთან. უცხოელები მაგას არ ფიქრობენ დიდად. აი მე მინდა რომ ეხა ლორენი ნამდვილი დედოფალია ნამდვილად და მიხარია რომ თქვენს ხელში ალბათ ნამდვილი დედოფლად გრძნობს თავს და მინდა რომ ექსკლუზიურად ჩემს გადაცემაში გვირგვინი შემოვიტანო და ლორენს რო დაადგათ გვირგვინი როგორც ნამდვილ დედოფალს. ექსკლუზიურად ჩვენს გადაცემაში ნამდვილ დედოფალს ლორენს მისი მეუღლე გიორგი დაადგავს გვირგვინს.